მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ახალი კანონები ამოქმედდა. ისეთი რეგულაციებზეა საუბარი, რომელიც ყველა თითოეულ ჩვენთაგან შეეხება. ყველა მათგანს, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოთვლით, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ რეგულაციების შეიკრიბა და ერთად გაგვაცნობს ახლა თამარ ბუბაშვილი, რომელიც შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში. თამარ, დილამშვიდობისა, რა ცვლილებები შევიდა 1 იანვრიდან ძალაში? დილამშვიდობისა, შევარჩიე რამდენიმე ცვლილება, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან უკვე ამოქმედდა, ან უახლოეს თვეებში შევა ძალაში. დავიწყოთ საპენსიო რეფორმით, დაგროვებითი პენსია, ეს არის ის ცვლილება, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება ან მომავალში შეეხება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ 40 წლამდე 2019 წლის 1 იანვრიდან თქვენი ხელფასის 6% საპენსიო ფონდში გადაირიცხება. ამ 6%-ის 2% საპენსიო ფონდში დამსაქმებელი გადაირიცხავს, 2%-ს სახელმწიფო, 2% კი უკვე თქვენ დასაქმებულმა უნდა ჩარიცხოთ თქვენი ხელფასიდან საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში, თუ ხართ თვით დასაქმებული, ასეთ დროს უკვე თქვენ 4% უნდა ჩარიცხოთ საპენსიო ფონდში, ხოლო 2%-ს უკვე საპენსიო ფონდში სახელმწიფო გადაირიცხავს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შემოსავალი არის 24,000 ლარიდან 60,000 ლარამდე, სახელმწიფო საპენსიო ფონდში უკვე მხოლოდ 1%-ს გადაირიცხავს, მაგრამ თუ 60,000 აჭარბებს თქვენი შემოსავალი, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მონაწილეობა არის 0, ანუ ის არ რიცხავს საპენსიო ფონდში თანხას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე გადააბიჯეთ 40 წელს, ასეთ შემთხვევაში თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, გინდათ თუ არა დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა. ეს არის მოკლედ ის ცვლილებები, რაც ეხება დაგროვებით პენსიას, თუმცა არის ვებგვერდი, რომელიც ჩვენს ეკრანზეც არის მითითებული, 3w.pensions.gr და სწორედ აქ შეგიძლიათ უფრო დეტალურად მიიღოთ ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ და ასევე ამავე ვებგვერდზე თქვენ შეგიძლია გამოიანგარიშოთ დაახლოებით, რამდენი იქნება თქვენი პენსია იმ დროს, როდესაც თქვენ უკვე საპენსიო ასაკის იქნებით. ასევე გეტყვით იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გარდაიცვლება, დაგროვილი პენსია შეუძლია გამოიყენოს მის მემკვიდრეს. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი განსხვავებული მოსაზრება დაფიქსირდა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით და გეტყვით იმასაც, რომ უკვე არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც მოაბრძადეს სარჩელი და ისინი აპირობენ, რომ სწორედ დღეს შეიტანონ ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და ითხოვენ, რომ არ იყოს იძულებითი ჩართვა არ მოხდეს მოქალაქეების საპენსიო დაგროვებით საპენსიო სისტემაში და ასევე სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე შეჩერდეს ეს პროცესი. გადავიდეთ შემდეგ ცვლილებაზე. შემდეგი ცვლილება, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ეს არის ავტომანქანების ტექ დათვალიერება. ანუ უკვე 1 იანვრიდან ყველა ავტომობილის მფლობელი ვალდებულია, რომ გაატაროს საკუთარ ავტომობილს ტექნიკური დათვალიერება. არსებობს გარკვეული მოთხოვნები, ძირითადი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი, ეს არის, რომ გამართული უნდა იყოს სამუხრუჭე სისტემა, გამართულად უნდა მუშაობდეს საჭის მართვის სისტემა, ასევე წესრიგში უნდა იყოს სარკეები, მინები, მინის საწმენდები, მზისგან დამცავი. წესრიგში უნდა გქონდეთ ფარები, ელექტრომოწყობილობა და საბურავები, ასევე მოწმდება გამონაბოლქვი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ავტომობილში გქონდეთ ავარიული გაჩერების სიგნალი, ანუ სამკუთხედი და სამედიცინო ყუთი. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ჯერზე თქვენმა ავტომობილმა ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება, თქვენ გაქვთ 1 თვე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაიაროთ ტექნიკური დათვალიერება. ანუ თუ ვთქვათ 1 თვის შემდეგ 30 დღის ვადაში თქვენ იგივე ცენტრში მიიყვანთ ავტომობილს, უკვე ტექნიკურ დათვალიერებას განმეორებით გაივლით უფასოდ. კიდევ ერთ ცვლილებაზე გადავიდეთ, ეს არის უკვე გეგმიური აცრები, ანუ 1 იანვრიდან ბავშვებისთვის გეგმიური აცრები არის სავალდებულო. ბაღში და სკოლაში მიღების დროს თქვენ უნდა წარადგინოთ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხშირად გვსმენია იმის შესახებ, რომ ბაღები არის გადატვირთული, ბავშვები ხშირად ვერ ხვდებიან ბაღში და ასეთ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სწორედ იმ ბავშვს, რომელსაც ექნება დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც აქვს გეგმიური აცრები ჩატარებული, როგორც ექიმები ამბობენ, იმ შემთხვევაში, როდესაც მცირდება აცრები, მატულობს ვირუსების რაოდენობა. გადავიდეთ შემდეგ ცვლილებაზე, ეს არის ნარჩენების მართვა.
2019 წლის 1 თებერვლიდან უკვე ეტაპობრივად უნდა დაიწყოს ნარჩენების მართვის დახარისხება. ანუ უნდა დაიდგას განსხვავებული სახის სანაგვე ყუთები და ჩვენ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენი უნდა ჩავყაროთ სპეციალურ განსხვავებულ ყუთებში. ეს პროცესი 1 თებერვლიდან უნდა დაიწყოს ეტაპობრივად, რაც შეეხება 1 აპრილს, 1 აპრილიდან პოლიეთილენის პარკების შემოტანა, დამზადება და გამოყენება სრულად აიგრძალება. კიდევ ერთი ცვლილება ეხება უბედური შემთხვევის დაზღვევას. ანუ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია, რომ დასაქმებულს თავისი ხარჯებით შეუძინოს უბედური შემთხვევის დაზღვევა. ეს ამასთანავე დამსაქმებელმა შრომის უსაფრთხოების სამსახური უნდა შექმნას, ან მინიმუმ ერთი პირი დანიშნოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად. ეს ვრცელდება იმ სამუშაოზე, რომელიც ითვლება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე და მავნე სამუშაოდ. ასევე მოკლედ გეტყვით, რომ უკვე გაძვირდა თამბაქოს ფასი, იმიტომ რომ მოიმატა აქციზმა, ასევე 1 იანვრიდან გართულდა სესხების აღებაც და კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც უკვე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შევა ძალაში, ეს ეხება ტაქსებს, ანუ ორი სახის ტაქსი იქნება A და B კატეგორიის და A კატეგორიის ტაქსები უნდა იყოს თეთრი ფერი, მათ ასევე ექნებათ ის პრივილეგია, რომ ექნებათ სპეციალური საპარკინგი ადგილი ქალაქში და ასევე შეძლებენ რეკლამის განთავსებას. ეს არის მოკლედ ის ცვლილებები, რომელიც 2019 წელს ამოქმედდება. დიდი მადლობა. საკმაოდ დაატვირთული წელი გველოდება წინ ამ ცვლილების უკვე შესახორცების და გათავისების. სახელმძღვანელოც კი გვჭირდება. კი, ნამდვილად ხელახლა უნდა მე ჩავუჯდე ფუბას და თამუნას და გამიხილოთ ეს თემები და